26 აგვისტოს მაქსიმე აღსარებლის ხსენების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მღვდელმთავრად კურთხევის 60 წელი უსრულდება. მილოცვა საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ახალი სტილით 26 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სხვა წმინდანებთან ერთად დღესასწაულობს ღირსი მაქსიმე აღსარებლის ხსენებას. წმინდა მაქსიმე 580-662 წლებში ცნობილი და გამორჩეულია დაუცხრომელი ქადაგებით, ჭეშმარიტი სწავლების მტკიცე დაცვით, ასკეტური და მოწამეობრივი ცხოვრებით. მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ მებრძოლი ღირსი მამა იმპერატორ კონსტანს მეორის ბრძანებით ორ მოწაფესთან ერთად საშინლად აწამეს. სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადმოასახლეს. აქ სასწაული აღესრულა. მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ და მოღვაწეობაც განაგრძეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე წმინდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13-26 აგვისტოს. სოფლიო ეკლესიის გამორჩეული წმინდანი განისვენებს ცაგერში, მისსავე სახელზე აგებულ მონასტერში. ამიტომაც ცაგერსა და სრულიად საქართველოში ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. ღირსი მაქსიმეს ლოცვა და მეოხება ეწეოდეს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას, ჩვენს ხალხს და მსოფლიოს. აღსანიშნავია, რომ 1963 წლის 26 აგვისტოს ღირსი მაქსიმე აღსარებლის ხსენების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია შიოლაშვილი ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად. ამდენად წელს სრულდება 60 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის ეპისკოპოსად კურთხევიდან. იგი არის მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უხუცესი პატრიარქი, უხუცესი მღვდელმთავარი, უხუცესი არქიმანდრიტი, მღვდელმონაზონი და ბერი. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და შევთხოვთ ღმერთს, კვლავაც მომადლოს სიბრძნე, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენს რთულ დროში საქართველოს გადასარჩენად. მრავალსაწელსა მრავალჟამიერ, ჩვენო დამაშვრალო პატრიარქო. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ვულოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ.